for the EDG. On with Russia, but I want to follow on your question, your statement about justice. Can you explain why you did not follow the recommendation of the Venice Commission not to prematurely terminate the High Council of Justice, and are you going to bring officials responsible for pressure on the judiciary to book? იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით და რა ხდება იუსტიციის რეფორმასთან დაკავშირებით. მე მგონი რომ თქვენ გაქვთ ისევ ცალმხრივი ინფორმაცია, კიდევ რჩება საშუალებები და ახერხებს ოპოზიცია დღეს რომ სიცრუე გაავრცელოს ევროპაშიც. საქმე აბსოლუტურად პირიქითაა, ჩვენ მაქსიმალურად თითქმის 100%-ით, შეიძლება 99 სადღაც ძიმე და წერტილია შეიძლება გადაადგილებული, ჩვენ მთლიანად გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და მთლიანად ვითვალისწინებთ და გავითვალისწინებთ მომავალშიც. შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია. ჩვენ ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ ვითვალისწინებთ სამოქალაქო საზოგადოების, ვითვალისწინებთ და იცოდეთ რომ გაცნობებთ რომ თვითონ უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერაც ამ რეფორმაზე არსებობს, ისიც თანახმა ამ ტიპის რეფორმის გატარების, უკვე არსებობს ბატონი ჰამენბერგის შეფასებაც, რომელიც აღიარებს რომ ეს რეფორმა არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი და არის ძალიან კარგი. ერთადერთი კაცი, ვინც არ ეთანხმება ამ რეფორმას, გახლავთ სააკაშვილი და ცდილობს რომ ამას ვეტო დაადოს. მაშინ როდესაც სხვა განსხვავებულიაზე არ არსებობს პრაქტიკულად.